ტრიუმფის 12 თვე გადაცემის ბოლოს ბათუმი ქალაქი, რომელიც საქართველოს კულტურული დედაქალაქის სტატუსს ნამდვილად ამართლებს. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებით საღამოებს დასწრებოდა. ინიციატივა პარლამენტის წევრს აჩკო ბერძეს ეკუთვნის. ნახეთ მარია მოშმელის სპეციალური რეპორტაჟი ქალაქზე, რომელიც უკვე 1 წელია ღირსეულად ატარებს საპატიო წოდებას. ბათუმი, შავი ზღვის სანაპიროზე გაშლილი კულტურისა და ხელოვნების სცენა. ბათუმი ჩემთვის მხოლოდ ქალაქი არ არის, ალბათ ჩემი იდენტობის ნაწილიც არის და ამ ქალაქიდან მოდის ის სიყვარული, რომელიც მაკავშირებს ქართულ ხელოვნებასთან, ქართულ სიმღერასთან. ზღვისპირა ქალაქი უკვე 1 წელია ქართული მუსიკის ენით საუბრობს. პარლამენტარმა აჭარიდან 1 წლის წინ საკუთარი ინიციატივა პრემიერ-მინისტრსა და კანონმდებლებს გააცნო. ბათუმს მინიჭებოდა საქართველოს კულტურის დედაქალაქის საპატიო სტატუსი და ამ სტატუსის ქვეშ ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები გამართულიყო. როგორც ბათუმელს პირველ რიგში ძალიან დიდი ხანია მაქვს ეს, რომ ბათუმს როგორც ქართული კულტურის დიდი ისტორიის მატარებელ ქალაქს, ეს რაღაცა შეეძლო, რომ ეს მისია შეესრულებინა ქართული კულტურის ცენტრი ყოფილიყო 1 წლით და ეს შინაგანად რაღაცა ალბათ ეს იდეა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ფორმირდებოდა და მე როცა შესაძლებლობა მოდის, მე ვფიქრობ, სწორედ პოლიტიკოსობა და პარლამენტის წევრობა არის შესაძლებლობა, რომ გააკეთო და გაუკეთო ადამიანებს, გაუკეთო ქალაქს სიკეთე და აი ამ შესაძლებლობის მომცემისთანავე რაღაცა მოვიდა უკვე ეს იდეა. მინდა მოგახსენოთ ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ მხარდაჭერილი იდეა 1 წლით ბათუმი გამოცხადდეს ქართული კულტურის დედაქალაქად ხორცშესხულია და ივლისიდან დაიწყება მთელი დიდი სერია ჩვენი დიდი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოებისა და ეს გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. ადამიანები დასაქმდებიან, ქართულ მუსიკას პოპულარიზაციას გაუკეთებ, მომღერლებს ჩართავთ, ორკესტრანტებს ჩართავთ. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო და ვფიქრობ, რომ ეს წელი უნდა გაგრძელდეს სხვა ქალაქებშიც, რა თქმა უნდა და ბათუმი ამ ინერციას აღარ შეაჩერებს. 12 თვე და 12 მუსიკალური საღამო. ჟღერდა ვაჟა აზარაშვილის, ნუნუ დუღაშვილის, გოგი ცაბაძის, ინოლა გურგულიას, ალექსანდრე ბასილაიას, მარიკო კვალიაშვილის, ზვიად ბოლქვაძის, გურამ ბზვანელის, ნათია ზეინკლიშვილის, შოთა მილორავას, ვიქტორ დოლიძისა და ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ჰანგები. იყო არაჩვეულებრივი საღამოები, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ არაჩვეულებრივ კომპოზიტორებს, რომელიც არის ჩვენი ფონდი ქართული და რომელზეც თაობები იზრდება და არაერთი თაობები გაზრდილა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ამ თვალსაზრისით. არაერთი არაჩვეულებრივი მომღერალი და მუსიკოსი იდგა სცენაზე მუსიკალური ცენტრის. აქ კულტურა რომ ტრადიციით იწყება და თანამედროვე შემოქმედებით გრძელდება, ყველა ბათუმელმა იცის. ქალაქს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს და მუსიკაც აქ სულ სხვანაირად ისმის. ბევრია მოგონებაც და ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით ბათუმელი ხელოვანებისთვის ეს ქალაქი ნამდვილად არის კულტურის ცენტრი. შემთვის ბათუმი ყოველთვის არის ქართული კულტურის გამორჩეული და განსაკუთრებული კერა. მე ბათუმში დავიბადე ინტურისტის უკან ცხოვრობდი და სასტუმრო ინტურისტი გახდათ ერთადერთი მაშინ თუ შეიძლება ითქვას სასტუმრო, სადაც ხელოვანები ჩამოდიოდნენ და ბინავდებოდნენ იქ. და ბევრჯერ მომისმენი არა ამას ხვიკვაძის სიმღერა, ცნობილი ქართველი მსახიობების და მომღერლების აი ვთქვათ კონცერტის მერე გაგრძელებები და ეს სიმღერები მოდიოდა ჩემამდე ყოველთვის და რაღაცნაირად ასეთ გარემოში ვიზრდებოდი და ისედაც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერაა და ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, იმიტომ რომ საქართველოს კულტურული დედაქალაქი
ბათუმი არის რაღაც გარკვეულწილად. აჩიკო ბერიძის ინიციატივა გულისხმობს კულტურის დედაქალაქის საპატიო სტატუსის 1 წლით ტარებას. ამ პროექტმა კი მსმენელის ისეთი ინტერესი აჩვენა, ახლა სხვა ქალაქების ჯერი დადგა სცენა დაუთმონ ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას. ბათუმში კი ამ პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საღამო გაიმართება. დღეს უმასპინძლებთ ატონ რევაზ ლაღიძის საღამოს, თუმცა ამით ერთგვარად ეს შეჯამება იქნება დღეს, იმიტომ რომ 1 წელი სრულდება ზუსტად, თუმცა ეს სერია გაგრძელდება წლის ბოლომდე კიდე სადაც ალბათ ვფიქრობ 4-5 საღამო კიდე დაგვრჩა, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს ქართული კულტურის დედაქალაქის სტატუსში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი იგივე ტემპით გააგრძელებს კულტურულ ცხოვრებას, ხო? ჩემი სურვილია, რომ უმასპინძლოს ბათუმას სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა მიმართულებით ქართული კულტურის შემოქმედებას. ძალიან დიდი მადლობა. ამ ინტერვიუს შემდეგ აჩიკო ბერიძესთან ერთად რეპეტიციაზე წავედით. კონცერტამდე სულ რამდენიმე საათი იყო და მაესტრო დავით მაზანაშვილი გენერალურ რეპეტიციას ატარებდა. სწორედ მისი ჩართულობით მიმდინარეობდა პროექტი და ჟღერდა ახლებური ვერსიები. ყოველთვე ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში ჩვენი კლასიკოსი კომპოზიტორების და არა მარტო კლასიკოსი კომპოზიტორების საღამოები იმართებოდა და თითქოს ქალაქიც გაცოცხლდა, მით უმეტეს არასეზონურ პერიოდშიც ყოველთვე ხანდახან თვეში ორჯერაც იმართებოდა სხვადასხვა კონცერტები და აბსოლუტურად სრული ანშლაგი შეიძლება ითქვას, რომ იყო ყოველთვის და ბილეთები ფაქტიურად ერთ კვირაში ყველა კონცერტზე გაყიდული ახლა. ძალიან დიდი საქმე კეთდება და ვაკორდები დარბაზში ახალგაზრდები ძალიან მრავლად არიან, ესწრებიან და ისმენენ იმ ჩვენი კლასიკოსი კორიფეების ნაწარმოებებს, რომელსაც ვცდილობთ, რომ რაღაცა ჩვენებული, ახლებული ვერსიით წარვადგენთ. საღამოს 7-ზე სავსე დარბაზის წინ სცენის ფარდა გაიხსნა. მაესტრო დავით მაზანაშვილი, მისი ბენდი, საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და რევაზ ლაღიძის უკვდავი მუსიკა. ასე დაიწყო მოგზაურობა დიდი კომპოზიტორის სამყაროში. მუსიკა 30-ზე მეტი კინოფილმისა და 40-ზე მეტი თეატრალური დადგმისთვის. კომპოზიტორის უდიდესი მემკვიდრეობა, რომ დროს არ ემორჩილება, ადასტურებდა დარბაზის რეაქციებიც. ბათუმის ხელოვნების ცენტრის ისტორიულ დარბაზში ისმოდა ყველასთვის ნაცნობი მელოდიები. მღეროდნენ შემსრულებლები და მღეროდა დარბაზი. ყველა ნომერის შემდეგ უწყვეტი ტაში და სიამოვნება, რომელიც რევაზ ლაღიძემ ნოტებით შექმნა და დღესაც თაობიდან თაობას გადაეცემა. მართლა ბედნიერები ვართ ჩვენ ქართველები, იმიტომ რომ ასეთი საოცარი კომპოზიტორები ყავდა და აი ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს მათ და ჩვენი ვალიც არის და ვალდებულება არის ჩვენი, რომ ისინი სულ გვახსოვდეს, შევასრულოთ, არასდროს დავივიწყოთ, დავაფასოთ და მომავალ თაობას გავაცნოთ კარგად მათი პიროვნებებით, მათი შემოქმედება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მართლაც კულტურის საგანძური. გვარი და სახელი რო გაიჟღერებს რეზო ლაღიძე, უკვე წერტილია ბოლოს დასმული, იმით რომ ეს არის უნიკალური კომპოზიტორი, ნამდვილი ქართული ძარღვი უდევს მას ყველა მელოდიაში და წარმოიდგინეთ, ჯერ მარტო რაღის ჩვენი თბილისო. სიმღერა თბილისზე რევაზ ლაღიძემ 1959 წელს დაწერა და მისი პირველი შესრულებისთანავე მსმენელისთვის შეუცვლელ მელოდიად იქცა დედაქალაქზე. მას შემდეგ 67 წელი გავიდა და თბილისთან ერთად განუყოფლად ცოცხლობს სიმღერა თბილისზე.
შეიძლება თითქოს პირველად ვერი ხარ. ეს არის მუსიკის ზავა და ეს არის გენიალური კომპოზიტორის მუსიკალური გამოვლინება. გონია რომ პირველად ასრულებ. და აი ხარ შენი შემოქმედების მწვერვალზე ამ სიმღერასთან ერთად, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ეს სიმღერა ვერ შესრულდება. ნამდვილი ხელოვნება დროს არ ემორჩილება. საღამო სამშობლო სიყვარულით, მომავლის იმედით და რწმენით დასრულდა. ანუ ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი რევაზ ლაღიძის სიმღერით, პატრიოტული ჰიმნით საქართველოსზე. ეს იყო ემოციებით სავსე საღამოს კულმინაცია და პროექტის კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც მსმენელს ისევ ამოგზაურებს მუსიკალურ სამყაროში ბათუმის სცენიდან.